როგორ უნდა გამოთვალოთ განაყოფიერების დღეები? თუ მაგალითად მამაკაც შეუძლია ყოველი სქესობრივი კონტაქტის დროს, როცა ხდება ეაკულაცია, ანუ სპერმის გამოყოფა და ქალის ორგანიზმში მოხვედრა, მას შეუძლია გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი, ქალს ყველა სქესობრივი კონტაქტის დროს არ შეუძლია განაყოფიერდეს, რადგან მის საკვერცხეებში ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და გამოსვლა, ანუ ოვულაცია მთელი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. და ეს პერიოდი არის მენსტრუალური ციკლის დაახლოებით შუა პერიოდი. ამიტომ თუ სქესობრივი კონტაქტი დაემთხვევა იმ პერიოდს, როცა ხდება ოვულაცია, ანუ საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა, აი სწორედ მაშინ არის მაღალი შანსი ორსულობის. როგორ უნდა გამოვთვალოთ ოვულაციის პერიოდი, განაყოფიერების დღეები? მაგალითად, თუ ქალს აქვს 28 დღიანი ციკლი და ზოგადად ციკლის დათვლა ხდება ხანგრძლივობის გამოთვლა მენსტრუაციის პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რამდენ დღეში მთავრდება მენსტრუაცია და მაგალითად თუ ეს ინტერვალი არის 28 დღიანი, მაშინ დაახლოებით მე-14 დღე, ანუ 28 გაყოფილი 2-ზე 14, მე-14 დღე იქნება ოვულაციის დღე. დაახლოებით. რასაკვირველია, შეიძლება მოხდეს 2 დღით ადრე, ან 2 დღით გვიან, ამიტომ დაახლოებით ვიღებთ ასე. ოვულაციის დღე, შუა პერიოდი +-მინუს 3 დღე. მაშასადამე თუ გაქვთ 28 დღიანი ციკლი, განაყოფიერების დღეები იქნება მენსტრუაციის დაწყებიდან მე-10 დღიდან დაახლოებით მე-17 დღემდე. და ეს არის ის პერიოდი, როდესაც დაორსულების შანსი მაღალია. ხოლო თუ ორსულობა არ გსურთ, მაშინ სწორედ ეს ის დღეებია, როცა თავი უნდა დაიცვათ, აუცილებლად უნდა დაიცვათ ორსულობისგან, ან უბრალოდ ამ პერიოდში არ გქონდეთ სქესობრივი კონტაქტი. სხვათა შორის კონტრაცეფციის ამ მეთოდს კალენდარული მეთოდი ეწოდება, როდესაც ქალი ითვლის მენსტრუაციის, ანუ განაყოფიერების დღეებს მენსტრუალურ ციკლში და სწორედ იმ განაყოფიერების დღეებში არ აქვს კონტაქტი, ან აქვს დაცული კონტაქტი, მაგალითად პრეზერვატივით. თუ თქვენ გაქვთ მაგალითად 30 დღიანი ციკლი, ან 35 დღიანი ციკლი, აი იგივენაირად უნდა გამოთვალოთ, ანუ 30 გაყოთ 2-ზე, ეს არის 15 +-3 დღე. ანუ მაგალითად ამ შემთხვევაში 30 დღიანის შემთხვევაში მენსტრუაციის დაწყებიდან მე-12 დღიდან მე-18 დღის ჩათვლით. მაგრამ როგორ გამოვთვალოთ ოვულაცია, თუ ქალს არ აქვს რეგულარული ციკლი? მას აქვს გადაცდენები, ზოგჯერ 1 კვირა, 2 კვირა, შეიძლება თვეობით არ აქვს მენსტრუაცია, ან პირიქით ადრე მოდის მენსტრუაცია, დროზე ადრე, ანუ მან არ იცის, როდის არის მოსალოდნელი მენსტრუაცია. ამ შემთხვევაში ოვულაციის დღეების გამოთვლა კალენდარული მეთოდით არის შეუძლებელი. და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ქალმა უნდა მიმართოს ექიმს, იმისთვის, რომ გაარკვიოს მიზეზი, თუ რატომ აქვს არარეგულარული ციკლი და მიიღოს სათანადო რეკომენდაციები და დანიშნულება. ხშირად მეკითხებიან, რა სიხშირით უნდა გქონდეთ სქესობრივი კონტაქტი, იმისთვის, რომ გაზარდონ დაორსულების შანსი. ზოგს გონია, რომ რაც უფრო ხშირია კონტაქტი, მით უფრო მაღალია დაორსულების შანსი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. თუ მაგალითად სქესობრივი კონტაქტი არის ყოველდღიური, ამ შემთხვევაში სპერმის ხარისხი უარესდება, რადგან ის ვერ ასრებს აღდგენას და აქედან გამომდინარე დაორსულების შანსი მცირდება. ყველაზე ოპტიმალური არის, რომ სქესობრივ კონტაქტებს შორის ინტერვალი იყოს დაახლოებით 2-3 დღე. ასევე თუ არის იშვიათი კონტაქტები, მაგალითად კვირაში ერთხელ, ან 2 კვირაში ერთხელ, ან თვეში ერთხელ,
ამ შემთხვევაშიც მცირდება დაღუსულების შანსი, რადგან იმის ალბათობა, რომ ის სქესობრივი კონტაქტი დაემთხვევა ოვულაციას, არის ნაკლები.